ტაძრისა და სულისა წმინდისა ამენ. ჩვენთან არწმუნებთ. განუშველი ამბობთ, დღეს არის ქრისტიანისთვის ყველაზე მძიმე დღე, წითელი პარასკევი. და ჩვენ ლოცვები დავასრულებთ, ღვთისმშობლის გოდება დასრულდა პირით და მინდა ჩემი ვალდებულება მომიხადო, რომ ეს არის აუცილებელი, რომ მღვდელმა წითელ პარასკევს რაღაც ქადაგება თქვას. თუმცა ჩემომრევმა იცით, ხშირად ვამბობ, წითელ პარასკევს ამ სიტყვას, რომ ერთი ბერი გამოვიდაო ამბიოზე წითელ პარასკევს და თქვა ორი სიტყვა. დღეს ქრისტე ჯვარზე მოკვდა. ორი სიტყვა არ არის, ხო 4 გამოდის, მაგრამ პირობითად 2. ცრემლები წასკდა, ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება და შევიდა საკუთრებაში. ეს არის ყველაზე საუკეთესო ქადაგება სოფლიო ისტორიის მანძილზე. რატომ? იმიტომ რომ ცრემლი მოდის განცდისგან, რომ ქრისტე ღმერთი, ახორციელებული ღმერთი ჯვარზე კვდება ჩემთვის და შენთვის. და ეს განცდა იმისა, რომ მადლიერების განცდა, რომ გვაქვს, აი სწორედ ეს არის უდიდესი ქადაგება. და როცა მადლიერების გამო ცრემლი მოდის ადამიანს. რა თქმა უნდა, გულწრფელი ბუნებრივი. გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა. ერთ ადგილზე ასე წერია, რომ საოცარი სიტყვა არის, ბევრისთვის გაუგებარია ჯვარცმა. რატომ იყო აუცილებელი? ჯვარცმაო ურიათათვისო სასტურიაო, წარმართათვის სისულელეო, ხოლო ჩვენთვის კი წყონებაო. რატო არის ეს კონკრეტულად აქ ურია და წარმართში პირდაპირ მნიშვნელობით ახლა ებრაელი და სხვა არაებრაელები კი არ იგულისხმება, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვიყოთ მათ ადგილზე. იმ დროისთვის, როდესაც ქრისტე ჯვარზე გაეკრა, ჯვარცმა იყო ყველაზე მძიმე დამნაშავლის ბოლო ხვედრი. ყველაზე მძიმე საჯელი იყო ჯვარცმა. რატომ? იმიტომ რომ იყო შემთხვევა დღეები გადიოდა და ჯვარზე არ კვდებოდა ადამიანი. იმიტომ რომ ეს სასინკლო ჭრილობა არ არის, ხელებზე არის ჭრილობა. და ტკივილები კი არის დაუმთავრებელი. ეს არის და რადგან პარასკევი იყო და მეორე დღეს დღესასწაული დაემთხეოდა, ამიტომ იმ ორს ავაზაკს იქით და აქეთ წვივები დაუნდრიესო, ფეხის ძვლები, წვივები. რატო? იმიტომ რომ სისხლის დენა დაჩქარებულიყო და მალე მომკვდარიყო. რომ შაბათ ჯვარცზე არ უნდა ყოფილიყო ურიების დღესასწაულიყო და ჯვარზე არ უნდა დარჩენილიყო, ცოცხალს კი ვერ ჩამოხსნიდნენ. და რომ მივიდნენ იესოსთან უკვე დარი იყო და შუბი უგვირეს გვერდში. რატო გახდა ჯვარცმა აუცილებელი? აი ჩვენ ხშირად ეს კითხვა გებადება ადამიანებს. და ვისაც ებადება, ზოგჯერ ფიქრობენ გარკვეული ტიპები, პიროვნებები, რომ რაღაცა სისულელია ეს. რადგან დაემყარებინა წესრიგი, ხო შეეძლო თვითონ და გავთარიყო მეფე და უპირებდნენ კიდეც მეფედ გახდო. მაგრამ რას პასუხობს იესო? როდესაც პილატეს წინ არის წარდგომი. ჩემი ძალაუფლება არ არის ამსოფლიური. ჩემი ძალაუფლება რომ ამსოფლიური იყოს, ჩემი ქვეშევრდომები ჩემ გასათავისუფლებლად იბრძოლებენ. იესო ამით დაადასტურა, რომ მისი ძალაუფლება არის ზეციური, ცისა მისი ძალაუფლება. მიწისის და ქვესწელისიც, ბუნებრივია, რადგან ზეციური მიწისის და ქვესწელის, მაგრამ უმთავრესი ცის. ეს არის იესოს ძალაუფლება. და ის მოვიდა, როცა პეტრე გეცამანის ბაღში ხმალს იშიშვლებს და სისხლს დაღვრის. რას ეუბნება იესო მას? ხმალ ჩააგებინებს და ეუბნება საოცარ სიტყვას. მე რომ მინდოდეს ამ ყველაფრის აცილებაო. ამით მიანიშნებს პეტრეს და პეტრეს სახით თვითონ ჩვენთანაც, რომ იესოს არ უნდა ჯვარცმის აცილება, უფრო მეტიც იესოს სწორედ ჯვარცმისთვის მოვიდა ჩვენთან. და რატო ჯვარცმისთვის? და თვითონ მაცხოვარი პასუხობს მოციქულებთან ერთ-ერთი საუბრის დროს.
იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როდესაც ვინმე მეგობრისთვის თავს გაწირავს. და მე თქვენთვის ჯვარზე მოკვდებიო. ხშირად ეუბნებ ამას. მე თქვენ მეგობრებად მიგიღეთ, თქვენ აღარ ხართ ჩემი მონები. მეგობრები ხართ და იმაზე მეტი სიყვარული არ არსებობს, რომ მეგობრისთვის თავს გაწირავს. და რას აკეთებს ქრისტეს მიმდევარი? იმ დროისთვის, როდესაც ქრისტე ჯვარზე იყო, მოციქულებს შეეშინდათ, დაიმალეს და მარტო ერთი მოციქული იყო ჯვართან, იოანე ღვთისმეტყველი, რომელსაც ეუბნება, რა დედა შენი მაწყო ღვთისმშობელზე რო ეუბნება მაწყოვარი და შეშინებულები იყვნენ. მაგრამ როდესაც იხილეს მკვდრეთი დამდგომილი ქრისტე, მერე უკვე სიხარულით მიდიოდნენ სიკვდილზე. რამ გამოიწვია მათი ასეთი შინაგანი ცვლილება, სასიკეთო ცვლილება, მკვდრეთი დამდგომა და რომ არ ყოფილიყო ჯვარცმა, ვერ იქნებოდა მკვდრეთი დამდგომა. შესაბამისად მოციქულებში ის წმენა, უძლეველი წმენა ვერანაირად ვერ დაიბადებოდა. ხშირად ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მინდა გითხრათ, ასევე ჩემო ზურფასებო. მაცხოვარზე როცა ვსაუბრობ, მე საქმს საოცარი ქადაგებები. ქადაგებები არა მიწიერი, არამედ ზეციური. ფიქსირდება კიდე სახარებაში, რომ ის არ ლაპარაკობდა როგორც ერთი ჩვეულებრივი წიგნობართაგანი იყო, არამედ როგორც ძალაუფლების, ზეციური ძალაუფლების მქონეო. ქადაგებები აქვს უნიკალური, თაებრივი ქადაგებები აქვს, იმიტომ ყოველი სიტყვა მაცხოვრის პირდა გარდამოსული, ეს არის სიტყვა ღმერთის მიერ ნათქვამი ჩვენთვის. მაგრამ მინდა კითხვა დავსვა. რისთვის მოვიდა მაცხოვარი, რომ ეს ტკბილ მოუბარი ქადაგებები ჩვენთვის ეთქვა, ეს იყო მისია, არამს და არამს ვიფასებ. მეორე რასაც აკეთებს მაცხოვარი განსაკუთრებულად, სასწაული არ არის დარჩენილი, მაცხოვარს რომ არ ქონდეს აღსრულებული მიცვალებულის გაცოცხლების ჩათვლით. უამრავი სასწაულები აღარ კეთროვანი განწმინდა, რვა სინათლე მიცა, ყრუს სმენა მიცა, დავარდნილი ფეხზე დააყენა, ანუ გარღვეული, და ასე შემდეგ მიცვალებული აღადგინა და ეშმაკეული გაათავისუფლა. რისთვის მოვიდა იესო? სასწაულებისთვის, იმისთვის, რომ ადამიანებს მოხმარებოდა, ვიღაცა ფეხზე დაეყენებინა, ვიღაცა მხედველობა მიეცა, ფიზიკურად რომ მოხმარებოდა, ჩემო ზურფასებო. ამისთვის მოვიდა? არამც და არამც, ჩემო კარგებო. არც კარგი ქადაგებებისთვის მოსულა და არც სასწაულებისთვის მოსულა მაცხოვარი. მაშინ რისთვის მოვიდა? ჯვარცმისთვის. მაცხოვარი მოვიდა ჯვარცმისთვის. ჯვარცმისთვის და სწორედ ჯვარცმისთვის. რაც შეეხება ქადაგებებს და სასწაულებს მის მიერ მოხდენილს, ეს არის მშვენება მისი ამსოვლად მოსვლის დამშვენება. სამკაულებია ესე და არა მთავარი არსი, არამედ სამკაული. ჯვარცმა მაცხოვრის განხორციელების მისია. აი სწორედ ეს არის ქრისტიანის გამარჯვება სიკვდილზე. ეს არის სიხარული ქრისტიანისა, რომ ნახე როგორ თავიდან ესეთ სახარების წმინდა წერილის ფრაზა თქვი. ურიათათვის საცდური წარმართათვის ისულელე ხოლო ქრისტიანთათვის ცხონებაა ჯვარცმა. ქრისტეს მოსვლის მისია ჯვარცმა არის. ამიტომ არის ჯვარცმა და მერე გარდაუვალი სიკვდილის შემდგომ გარდაუვალი აღდგომა. ეს არის უდიდესი სიხარული ქრისტიანისა. ჯვარცმა ეს არის ტკივილი. იმიტომ რომ აქ ჯვარზე ყდება ჩვენი ცოდვების კლავს მაცხოვარი. და ყდება ჩვენთვის ძვირფასი, რომელზე მეტი ძვირფასი არ არსებობს. აი იგავებს რომ ბრძანებს უფალი ვაჭარმაო, ძვირფასი თვალინა იპოვაო და ის აგარაკი თლიანად თუ რამე ქონდა, ყველაფერი გაყიდა და ის თვალი იყიდა მარგალიტიო. იმიტომ რომ სწორედ მას ეძებდაო. ეს თვალი მარგალიტი ვისთვისაც ყველაფერი უნდა დავთმოთ. ეს არის თავად განხორციელებული და ჯვარცმული მაცხოვარი ჩვენი.
აი სწორედ მის მოპოვება ხდება ჩვენს მიერ. რა თქმა უნდა, ის მადლით ბუნებრივია, მაგრამ ჩვენი ნების თანხმედრით. სწორედ ამ უდიდესი სიმდიდრის მოპოვება ხდება, რომ ღმერთი ჩვენთვის ჯვარზე მოკვდა. აი, რამოდენ ძვირფასი ხარ ადამიანო. არა ხარ უბრალო. ღმერთი კვდება შენთვის ჯვარზე. რაოდენ ფასეული ხარ ადამიანო. აი, როგორ არის ჩვენი ფასი აწეული. უფლის თვალში ღმერთი კვდება ჩვენთვის ჯვარზე, ისეთი ძვირფასი ვარ ჩვენ მისთვის. და რას ამბობს კიდე? სხვა დროს წმინდა მამების სწავლებიდან არის. მომავალშიდაც მოკვდები ჯვარზეო. ოღონდ ეს აღარ მახდება, რა თქმა უნდა, ერთხელ მოხდა საკმარისია, მაგრამ ყოველი წირვა ჯვარცმა არ იყო უსისხლო. და უფალი მზათაა ჯვარზე მოკვდეს, რომ ცოდვები გამოისყიდოს. მისი ჯვარცმით უკვე მოხდა გამოსყიდვა, მაგრამ აქ იგაგებით ითქვა, რომ მუდმივად არის სიყვარული, ერთჯერადი კი არა, ღმერთის სიყვარული ადამიანის მიმართ მუდმივ რეჟიმშია ეს, მუდმივად უყვარვარს სრულად. სიყვარულის ზენიტი არის ჯვარცმა. ამიტომ ეს და რა თქმა უნდა ჯვარცმა არის გლოვის დღე ქრისტიანისთვის, მაგრამ შინაგანი სულიერი სიხარულის საფუძველი, რომელიცაც მე მოყვება აღდგომა. გაგაზიაროთ, გაგამტკიცოთ მაღალმა ღმერთმა. ერთი ვიდა დავამატო კიდე. ოდესაც მაცხოვარი გოლგოთისკენ მიდის. დაეცაო და ვეღარ ზიდა ჯვარი მე. მოდი კითხვა დავსვათ. განხორციელებული ღმერთი მეორე იპოსტასი. ნება რო ყოფილიყო მისი, ნება. ეს ჯვარი აფრინდებოდა გოლგოთაზე თავისით. ხო იქნებოდა ასე. მაგრამ როგორც კაცმა ეს ვეღარ შეძლო, რატო? იმიტომ რომ ხორცი დაფლეთილი. ნაცემი იყო ესე ხორცი ზურგზე, ფეხებზე, ხელებზე დაფლეთილი ქონდა კუნთები. და ფიზიკურად აღარ შეეძლო. როგორც კაცმა აიტანა ჯვარი და ვერ შეძლო ეს. დაეცა და დაჭირდა სვიმონ კვირინელის დახმარება. ალექსანდრესა და როფეს მამა სვიმონ კვირინელი. რატომ ხდება ეს? შემთხვევით ყარაფელი ხდება. ღვთის განგებითა ყველაფერი. არავინ დავიჩემოთ. როგორც პეტრემ დაიჩემა, რომ გიღალატებ შევიდრე სიკვდილამდე და ამაღამ ხათმის ყივილამდე სამჯერ უამყოფ მეო და ახდა კიდეც. არავინ არასოდეს არაფერი დავიჩემოთ, რომ მე შევძლებ ჯვრები ჯვრის, ჩემივე ჯვრის. ატანა შენს გოლგოთაზე შენი დახმარების გარეშე, ჩემო მეგობარო. შენი დახმარების გარეშე მე ამას ვერ შევძლებ. ისევ როგორც თქვენ ვერცერთი თქვენგანი ვერ შეძლებთ ერთმანეთის დახმარების გარეშე. ჩვენი ჯვარი უნდა ავიტანოთ. რა თქმა უნდა ჩვენ თვითონ ესა ვარ თავად ჩვენო, მაგრამ ერთმანეთის შეხიდებით. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ერთმანეთისთვის ზრუნვა ეს არის ჩვენივე ჯვარის გოლგოთაზე აზიდვა. და ერთი კიდე თუ არა გოლგოთაზე ჯვარი აზიდული, მაშინ აღარ ჯვარცმა იქნება და თუ არა ჯვარცმა, მაშინ აღარც აღდგომა იქნება. ხო ასია. ამიტომ არასდროს არ შეგეშინდეთ თქვენივე ჯვრის, რომელიც ღვთის განგებით დაგეკისრათ თქვენ თუ მე, თქვენთან ერთად. ჩვენ ყველა ჩვენი ჯვარი გვაქვს. არ შეგეშინდეთ ამ ჯვრის ზიდვა. ზოგჯერ მძიმე, ზოგჯერ მტკივნეული, ზოგჯერ სულიერი ხორციელი ტკივილების მქონე, მაგრამ ამ ჯვრის ზიდვის ბოლომდე თხოვნა ხანდახან შეიძლება დაეცე, განა მაცხოვარი არ დაეცა, დაეცე, შეშინდე, მაგრამ კვლავ უნდა წამოწიო თავი, თუ მუხლის აღმართვას ვერ შეძლებ, თავი უნდა წამოწიო და უნდა ამოვიდე შენი პირიდან ის სიტყვები, რომელიც პეტრეს პირიდან რომ ამოვიდა წყალში რომ იძირებოდა. უფალო მიხსენ მე. და რა მოხდა, როგორც ეს სიტყვები თქვა, უფლის ხელი მივიდა პეტრესთან. და ამოიყვანა ჩაძირული პეტრე. ამიტომ
არასდროს არ თქვათ უარი თქვენივე ჯვარზე, ცხოვრებისეულ სიმძიმეებზე, რომელიც ღმერთმა გარგუნა, ღვთის განგებით, ან თქვენივე ცოდვით, პირველ პირის მრავლობით ჩვენივე ცოდვის შედეგად, ან დაშვებით, ღვთის განგების დაშვებით, იმიტომ რაც განსაცდელი გვაქვს ჩვენ, ყველაფერი არ არის ჩვენი ცოდვის გამო. ნახეთ ერთ ადგილზე რა სამოს უფალი მოციქულები ეკითხებიან, ვინ ცოდაო იმა თუ მისმა მშობლებმა დავარდნილი რო არისო, არც მას უცოდავს და არც მშობლებსო. ნუ ასეთი შემთხვევაც არის, ხო? ეს მაგალითის მოგცა. თუმცა ცოდვის შედეგადაც ხდება, რა თქმა უნდა. მაგრამ ჯვარზე არასოდეს არ თქვათ უარი. ეს არის თქვენი ჯვარცმა, ჩვენი ჯვართო ჩვენგანის, ეს არის ჩვენი გოლგოთა, რომელიც არის გამარჯვება ეშმაკზე. გოლგოთა ეს არის ეშმაკზე გამარჯვება. ტკივილით, მაგრამ მოთმინებით. დალოცვილი განყოვოთ მაღალმა ღმერთმა, მადლობა მოსმენისთვის და მადლობა ღმერთს უდიდესი სიყვარულისთვის, რაც მან ჩვენთვის გამოიმედრა. მადლობა ღმერთ. ჩვენთან არის ღმერთი.